კი, გასაგებია, რომ 8 წლით კეთილგონივრული, უფრო ზომიერი არა, ეს 8 წლში ზომიერება რა ცუდი სიტყვაა. 8 წლში უნდა იყოს თავგანწირული, მაგრამ კეთილგონივრულად თავგანწირული უნდა იყოს 8 წლში, მაგრამ უნდა იყოს 8 წლი უნდა არსებობდეს ჩვენს პირად ცხოვრებაში. არ არსებობს 8 წლის გარეშე. ანუ როცა ღმერთის ძიებისათვის რომ იღლები, გესმით? ღმერთის ძიებისათვის რომ იღლები, ღმერთის ერთგულებისათვის რომ იღლები. ხო, აი ეს ამით ვემსგავსებით ჩვენ ქრისტეს, ხო, ამით. ეს თუ არ არის საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ნუ არაფერი არ გამოვა რა, მინდა გითხრა, არაფერი. კომფორტი და ქრისტიანობა ერთად არის შეუთავსებელი. ქრისტიანი სხვა კომფორტს ხედავს. ქრისტიანის კომფორტი არის შინაგანი სიხარული და მხიარულება, რომელიც არცაც სხვაგან არ არის და ვისაც ეს გამოუცდია, მან იცის, რომ რა ბედნიერებაა ეს. რა ბედნიერი ეს არის სიყვარულით სავსე გულის მდგომარეობა, რომელსაც გარეთ ქრის თუ ქარია თუ წვიმაა თუ რაც არის როგორც ტუმბაძესი არ იყოს აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც მხოლოდ მისტიკურია, მხოლოდ საიდუმლოებრივია, მხოლოდ ტრანსცენდენტულია. გესმით? მას ამ სამყაროსთან კავშირი არ აქვს, ამიტომ ამას სოფლის სული თავის ეშმაკის ჩათვლით მას ვერაფერს ვერ აკლებს. მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ მოვიდეთ, უნდა ცოტა მეტად დავიხარჯოთ ქრისტეს სიყვარულისათვის. ამინ.